ზოგიერთი ადამიანისთვის სრული სიჩუმე საშინელებაა კატასტროფა. უბრალოდ არ შეუძლიათ, რომ აი ამ სრულ სიჩუმეში იყვნენ. მე კიდევ ძალიან მეყვარს სრულ სიჩუმეში რომ ვარ, მაგრამ ბოლომდე სიჩუმე არ არის. რაც არ უნდა დახურულ ადგილას იყო, სადაც არანაირი ბგერა არ აღწევს, მაინც გესმის შენი გულისცემის ხმა, შენი ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ხმა. და ეგ ყველაფერი გახვედრებს იმას, რომ ცოცხალი ხარ. ის ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია, რომ რამდენიმე საათი იჯდეს ერთ ადგილას სრულ სიჩუმეში და უბრალოდ მოусმინოს საკუთარ გულისცემას და საკუთარ ჩასუნთქვა, ამოსუნთქვის ხმას. აი ზოგიერთი ადამიანისთვის ეგ შეიძლება ნიშნავდეს, რომ შეშლილი ხარ და ეგ გითხრან. გარკვეულწილად ყველა ადამიანი რაღაც დონეზე შეშლილები ვართ. არც ვიცით ხო რა არის რეალურად რო იყო ნორმალური. არ არსებობს არანაირი წესები, არ არსებობს არანაირი გაწერილი რაღაც ჰიპოთეზა თუ რას ნიშნავს იყო ნორმალური ადამიანი. ეგ არის უბრალოდ საზოგადოების მიერ შექმნილი რაღაც წარმოდგენები, რომ აი ასეთი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, ასეთი უნდა იყოს კარგი ადამიანი, ასეთი უნდა იყოს რაღაც ადამიანი, ასეთი უნდა იყოს ლამაზი ადამიანი. ეხლა ვერ ზუსტად აი ისე რომ უბრალოდ მინდა ვიყო სრულ სიჩუმეში. არ მივწერო არავის, არ მინდა არავინ მომწეროს, არ მინდა არავინ დამირეკოს, არ მინდა ერთ ადამიანს მაინც პასუხი გავცე. უბრალოდ აი რომ გინდა რომ დღის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ თქვა. არ მინდა შევიდე ინსტაგრამზე ან ტიკტოკზე ან რაღაც და სკროლო და რაღაცები გავაკეთო. აი უბრალოდ არ მინდა ეს ყველაფერი იმდენად გაწვება და რაღაცებს ნახულობ, არ ვიცი ვიდეოებს თუ რაღაც და ანუ ეგ ყველაფერი არის ძალიან დამღლელი და აი ეს ერთი სიტყვაც რომ მივწერო ვინმეს, მაგისთვის მჭირდება ძალიან დიდი ენერგია, რაც აი არ მინდა და არ მაქვს მაგის ენერგია და საერთოდ აი მინდა რომ სადღაც აი მწვერვალზე ავიდე და მარტო ქარის ხმა მოვისმინო და მარტო ბუნების ხმა მოვისმინო და აი ამ მწვერვალზე ვიჯდე საათობით. აი ახლა მესმის ხოლმე მონკს რომ არიან, არ ვიცი ქართულად როგორ არის ეგ მონკს. აი ზუსტად მესმის მათი რატომ ირჩევენ ხოლმე მაგ ცხოვრებას და რატომ მიდიან, რატომ მედიტირებენ საათობით, რატომ დადიან საათობით ბუნებაში. არანაირი სხვა მიზანი მათ არ აქვთ გარდა ბედნიერების. ბედნიერების ძიების და აი ამ ბედნიერების გავრცელების. კამერაშიც იმიტომ ვლაპარაკობ ხოლმე რაღაცებს, რომ ზოგჯერ აი მართლა არ შემიძლია ლაპარაკი ისე ადამიანებთან რაღაც თემებზე, როგორც მაგალითად აი აქ თქვენ გელაპარაკებით, იდეაში საკუთარ თავს ველაპარაკები ხო და აი მინდა რომ ვისაუბრო. მინდა რომ ბევრი ვისაუბრო, მაგრამ ეგ არ შემიძლია არც ერთ ადამიანთან, იმიტომ რომ ყოველთვის სხვა ადამიანებთან ვცდილობ რომ ვიყო მაქსიმალურად მხიარული და მაგაში მთელ ენერგიას ვდებ. და ზოგჯერ მინდა ხოლმე რომ ჩემ პატარა ემოციებზე მაინც ვისაუბრო. ყველას გვჭირდება, ყველას გვინდა დარწმუნებული, რომ ჩემ მდგომარეობაში ბევრი ადამიანია და ჩემი ტიპის ბევრი ადამიანია, რომ ეს არ შეუძლიათ უბრალოდ, რომ დასხდნენ ან ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან, ან რაღაც და აი ისაუბრონ იმაზე, რომ მაგალითად ბედნიერები არიან რაღაცის გამო, ისაუბრონ იმაზე, რომ არ გრძნობენ თავს
კარგად რაღაცის გამო. მაგრამ არსებობენ ჩემი კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ გარშემო ადამიანები გამხიარულონ, აცინონ, რაღაცნაირად პოზიტივი შეიტანონ მათ ცხოვრებაში, არ ისაუბრონ ნეგატიურზე და ნეგატიურზე. რაც უფრო დრო გადის, ადრე თუ მაგალითად უფრო შემეძლო რომ ესაუბრო მაგაზე, შემდეგ ეგ ნელ-ნელა შენელდა შეწყდა და არ ვიცი, ახლა რო ჩამარტყან. სულ რომ არ გრძნობდა თავს იდეალურად და კარგად, მაინც ყოველთვის ვიტყვი, რომ იდეალურად ვარ და კარგად ვარ და ჩემს ემოციებზე ვერ ვისაუბრებ, როგორ გრძნობ თავს. ადამიანი ყველაფერს შენში იგროვებ და ზოგჯერ გჭირდება, რომ სადღაც მაინც დაილაპარაკო. ხოდა ჩემთვის ეგ კომფორტული ადგილი, აქ არის იატაკზე რომ დავჯდე და კამერას ველაპარაკო, თქვენ გელაპარაკოთ, საკუთარ თავს. არის დროს არ მინდა ხოლმე მოვახვიო ადამიანებს ჩემი რაღაცაები. მიხარია რომ ამის შესაძლებლობა მაქვს. იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან კარგ რაღაცებს მიწერთ ხოლმე სესიამოვნ, ზოგჯერ არა, ყოველთვის, იმიტომ რომ ჩემს ვიდეოებში, არასდროს არ შემხვედრია რაიმე ცუდი კომენტარი მართლა უკარგეს რაღაცებს მიწერთ ხოლმე. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პატარა კომუნიტი მყავს და ძალიან კარგები ხართ მართლა და ადამიანებისთვის შეგეძლიათ ძალიან კარგი სასიამოვნო სიტყვების გაგზავნა. ვუსმენ სიმღერას ბოლო 2 დღე განსაკუთრებით მაქსიმე მაჩაიძის სიმღერას ატარის, რომელიც არის არ ვიცი, ეს სიმღერა მარსთა სულში გიწრება და კიდევ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არის მისი ლუნას ალბომიდან Flower Wild. ასევე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა არის Dilla Next-ის გილგამეში ეძებს და გათენებას და Flowers in My Brain. ეს სიმღერები კიდევ უფრო სხვანაირად მოდის შენთან, კიდევ უფრო ღრმად გრძნობ თითქოს და ყველა ემოციას განიცდი მათი მოსმენის დროს. მაქსიმე მაჩაიძის სიმღერები მგონია, რომ ეგეთი სიმღერები, რომლებიც ხო სევდიანი აქვს, ეს ატარის მგონი ერთ-ერთი არის. იცით როგორი სიმღერებია? ბედნიერი რომ ხარ, მაშინ კიდევ უფრო გაბედნიერებს და სევდიანი რომ ხარ, ძალიან ბევრ რაღაცაზე გაფიქრებს და ამ სიმღერასთან ერთად ცხოვრობ. სულში გიწრება მართლა. ხოდა ქართველ არტისტებს ისე არ ვაფასებთ, როგორც უნდა ვაფასებდეთ, თუნდაც Max, თუნდაც Dilla Next, Kung Fu Ju, თუ სწორად ვამბობ. ძალიან კარგი არის. ძირითადად მათ ვუსმენ ქართველი არტისტებიდან, სხვას არც ვუსმენ, იმიტომ რომ მაქსიმум რა ვიცი. როდესაც გავიცანი მის სიმღერებს, ძალიან მომეწონა და იმ დღიდან ვუსმენ. ხოდა ეს ატარის არ ვიცი, მგონი 6 წლის წინ გამოუშვა და საოცარი სიმღერაა, მართლა საოცრება. ეხლა უნდა წავიდე და გამოვიტანო ჩემი პატარა ამანათები, რომლებიც 1-2 კვირის წინ გამოვიწერა. მხოლოდ თმის სამაგრები, იმიტომ რომ საყვარელობაც კაპები ფერად ძალიან მეყვარს ხო და მგონი ეს კაპები ჩამოვიდა და ძალიან მაინტერესებს როგორებია. So I go და გზად რა თქმა უნდა ამას მოვუსმენ. მიყვარს ძალიან მიყვარს. ბოლო დროს რო სახელიდან გავდივარ, სადაც არ უნდა წავიდე, ჩემს ჩანთაში ყოველთვის ვდებ ჩემს კამერას, რომ არ გამორჩეს რაიმე ლამაზი მომენტი, რომელსაც დავინახავ და მიხარია ხოლმე, რომ
რაიმე ლამაზ და საყვარელ მომენტებს ფირზე აღვეჭდა, იმიტომ რომ სულ სხვანაირი გრძნობა არის საერთოდ ფირზე გადაღება. მოლოდინი კიდევ უფრო არ ვიცი საოცარია და იმდენად შემეყვარდა მოკლედ ფირზე გადაღება, რომ ვერ გეტყვით საერთოდ არ ვიცი. სხვა ხელოვნება ამართ საოცრება არის, ანუ ვისაც გადაღება გიყვართ, იღებთ და ფირი არ გიცდიათ, ჩემს რჩება რომ აუცილებლად ცადოთ. ასე რომ სახლიდან გაწვლის წინ ჩემი კამერა მიდის ჩემს ჩანთაში ყოველთვის. ამანათები გამოვიტანე და საერთოდ არ ვიცი ახლა ჩემი ხმა როგორ ისმის ნორმალურად, მაგრამ მე უნდა გავაკეთო unboxing-ი პარკში და იმედი მაქვს რომ no one gives a fuck რასაც ვაკეთებ აქ. I hope so. No one gives a fuck. I'm gonna do that. I'm gonna show you. ასე რომ უნდა გაჩვენოთ ჩემი საყვარელი hair clips. ზოგჯერ მინდა ხოლმე რომ ზოგჯერ არა ეგ სულ მინდა რომ ცნობილი ვიყო და ამ დროს ესე უაზროთ რომ ვზივარ ხოლმე პარკში ვიდმე მოვიდეს და მითხრას რომ გიყურებ და აი მაგაზე ბედნიერი აი არ ვიცი არ ვიქნები არასდროს ალბათ. ეს ვიყიდა 2 ცალი თურმე და ამის აქვს რისი ფორმაა ეს? ანგელოზის ფრთების? არ ვიცი, მაგრამ ძალიან საყვარელია მოკლედ. კი, ძალიან საყვარელია. ეს არის 2 გული, ერთი ცისფერი და ერთი იისფერი. რომლებიც ასევე ძალიან საყვარლებია. Oh fuck. Yeah, it's cute. უბრალოდ ახლა ვერ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ვზივარ პარკში. გონი მე სამე გზაშია. ეს იყო ჩვენი unboxing-ი პარკში. We will continue. Next part. რაღაცები მინდა გაჩვენოთ, რაც რამდენიმე დღის წინ ვიყიდე ვინტაჟური. ხო და სამი მაისურია სულ. სხვა არაფერი, ეს არის პირველი. ძალიან კარგი არის ეს layering-ისთვის, იმიტომ რომ შეგვიძლია რომ აქ რა აქვს ახლა დავისხი წყალი. layering-ისთვის ძალიან კარგი არის და ძალიან კარგად გამოვიყენებ. თან მომეწონა აი ეს ფერი დეტალები. უფრო რაღაცნაირად ალამაზებს აქაც აქვს ესეთი გადმობრუნებული ყელი და ფიქრობ რომ ძალიან საყვარელია და ისეთი ასაგაზაფხულო. ასე რომ ამის ზემოდან კიდე რაღაც რო გადაიცვა და შემდეგ კიდე რაღაც მოკლეკლავენ მაიკა ამის ზემოდან. დაახლოებით 100 მკლავზე სიგრძეში ოდნავ დიდი გრძელი იქნება ძალიან ლამაზი. შემდეგი არის ეს ზედა, რომელიც შედარებით განიერია და გრძელია და შიგნით მგონი ეტიკეტი შეყვა აქ რაც ქონდა და მთლიანად შავი წერტილები აქვს და შავი რაღაცაები აქვს. და ამ ზედის მომეწონა ეს დეტალი აი თუ დააკვირდებით, ძალიან ლამაზი ნაქარგები აქვს და ესეთ დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე. ძალიან მომეწონა. ისეთია თან თავისუფალია. ესეც რამე ზემოდან ძალიან კარგი იქნება, შეგედა რამე ჩაიცვა და შემდეგ უბრალოდ ეს და ჩანთა იკიდო და წახვიდა. ჯინს ძალიან მოუხდება. და ბოლო არის ეს ჟაკეტი, რომელიც ძალიან მომეწონა, ბოლო დროს წითელი ფერი. ძალიან შემიყვარდა, ვფიქრობ, რომ ჩემს სახელსაც ძალიან უხდება. ყელი მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ ეს ბოლომდე ადის და რაღაცნაირად ესეთი ყელით ძალიან მიყვარს ხოლმე ჟაკეტები. და ზოგადად ჟაკეტებზე ხო გიჟდები და მილიონი მაქვს. მომეწონა ეს ჯიბის დეტალებიც და ეს წინა ხატები, მოკლედ ძალიან კარგია და
ძალიან ჩემი სტილია. გავგეშდი ეს შენ რო დავინახეთ ანაგაცის დეტალი. მივხვდი რომ ეს ნამდვილად ჩემია და მაშინვე წამოვიღა. ალბათ აქ უნდა დავასრულო ეს ვიდეო და შემდეგ ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს გადაღება ძალიან მჭირდებოდა ემოციური კუთხით. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ლაიქეთ ვიდეო. კაცი ძალიან ბევრს შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. შუბლზე კოცნა.